ქართული ცეკვა ნიშნავს პირველ რიგში არის კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს აქამდე და ვემსახურები დიდი სიყვარულით. სათუთი რამ არის რა, ამას სჭირდება მოფრთხილება, რათა მომავალ თაობასაც გადავცეთ ისე როგორც გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა. ქართული ქორეოგრაფიის ისტორია საუკუნეების მანძილზე იყო მებრძოლი. ფაქტობრივად ქართველი ხალხი ყოველთვის იბრძოდა, რაც კარგად ჩანს ჩვენს ცეკვებში. აი მაგალითად ხორუმი გვაქვს საბრძოლო ხასიათის ცეკვა. ხორუმი შედგება 5 ნაწილისგან, იქ არის დაზვერვა, დაბანაკება, იერიში. აი თუნდაც ხევსურული ცეკვა, სადაც ორი მამაკაცი იბრძვის ქალისთვის. სადაც შინაარსი არის, რომ დაინახავს ქალს, მოეწონება, ორი კაცის შეჯიბრი ხდება მერე ამ ერთი ქალისთვის, არის ხოცვა, თავიანთი ტომები, გადადიან, გადმოდიან. ყველა კუთხეს თავისი ცეკვა აქვს, ყველა კუთხეს თავისი ისტორია აქვს და ყველა კუთხე იცეკვება ისე, როგორც გადიოდა თავის ისტორიას, ანუ ისტორიულად ყვები ყველა კუთხეს ცეკვის პროცესში. ქართული ცეკვა ხელოვნება არის და აქ არის გამოკვეთილი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა შესანიშნავად. იგრძნობა თვითოეულ მოძრაობაში, თუნდაც დუდუკის ქართული რომ ავიღოთ. ყველაზე მეტად გამოიხატება ქალის და კაცის დამოკიდებულება, ურთიერთპატივისცემა. ცეკვის პროცესში ქალს კაცი არამც თუ ეხება, არამედ საერთოდ კაბასაც კი არ ეხება მთელი ცეკვის პროცესში. აი, ყველაზე კარგად არის ამ ცეკვაში გამოხატული კაცი ქალისადმი პატივისცემა. თვალებშიც კი არ უყურებენ ერთმანეთს მთელი ცეკვის პროცესში. ანუ ქართველი ქალის კულტი ამ ცეკვაში გამოიხატება ყველაზე კარგად.
როგორც ყველა ბავშვის ცხოვრებაში, ცეკვა მშობლების გადაწყვეტილებით დავიწყე. იმდენად შემიყვარდა და იმდენად შემიყვარდა, რომ ცხოვრების პროფესია თუ აქცია. 6 8 ქართული ცეკვის შესწავლა პირველ რიგში იწყება მოსწავლის და მასწავლებლის სიყვარულით და დამოკიდებულებით. პირველ რიგში, მთავარია ბავშვი აყვარო თავი. შემდეგ ვიწყებთ ტრენაჟით, ანუ ორგანიზმი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ იცეკოს და თან პარალელურ რეჟიმში მე ყოველთვის ვცდილობ ყველა ცეკვის ისტორია მივიტანო ჩემს მოსწავლემდე, ანუ ყველამ რომ იცოდეს რას ცეკვავს. ცეკვა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ილეთების თანმიმდევრობა. ყველა ცეკვას აქვს თავისი ისტორია და აქედან გამომდინარე, კარგი იქნება ყოველთვის ცეკვავდე იმას, რასაც იცი, რომ ცეკვა. ქართული ცეკვა ეს არის ცეკვით მოყოლილი საქართველოს ისტორია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თითეული ქართველისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც სცენაზე გადიხარ, მაყურებელს შენი ცეკვით უყვები მთელი საქართველოს ისტორიას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა საუკუნეების მანძილზე გადიოდა და გადის. Seni